ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი ჩაგვირთვება საქართველოს ეროვნული არქივიდან, სადაც დღეს საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. თუ რას ვნახავთ საფესტივალო დღეებში, ამის შესახებ ჩართვიდან უფრო მეტ შევიტყობთ. დილამშვიდობისა ნინო. ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჩვენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიდან გერთვებით, სადაც ტრადიციულად საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს. რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დღეს 19 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ოთარ იოსელიანის ფილმით აპრილი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის პროგრამა. ჩემთან ერთად ახლა არის ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კაკაბაძე. და იგი უფრო მეც მოგუყვება ამ პროექტის შესახებ. მოგესალმებით. Როგორც ვიცით, თემატიკა ამ ფესტივალის ყოველ წელს განსხვავებულია და რა იქნება წლევანდელი თემა? მოგესალმებით. კი, ჩვენ ფესტივალს ყოველთვის აქვს სხვადასხვა თემები და წლევანდელი თემა არის საავტორო კინო. ეს თემა იმიტომ შეირჩა, რომ მოგეხსენებათ, ახლა საარქივო ფილმები არის ყოველთვის ძველი და მით უმეტეს ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თქვათ საბჭოთა პერიოდიდან გამომდინარე, საავტორო კინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და შესაბამისად ყველა ფილმი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენს ფესტივალზე, ყველა პასუხობს ამ თემას. რა თქმა უნდა, ჩვენი ფილმიც, ეს არის ოთარ იოსელიანის ფილმი აპრილი, არის საავტორო კინოს კლასიკა, ასე ვთქვათ, და ჩვენს ფესტივალს გახსნის ზუსტად ეს ფილმი. თუმცა მინდა კიდე დავამატო, რომ ფესტივალის დახურვისთვის შევარჩიეთ ეროვნული კინოცენტრი წარადგენს ამ ფილმს, ეს არის ელდარ შენგელაიას მიქელა და ესეც განეკუთვნება ქართულ საავტორო კინოს ერთ-ერთ შედევრს და შესაბამისად ჩვენ ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს წლევანდელ ფესტივალზე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის დანარჩენი ქვეყნები, ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები, რომელიც ტრადიციულად ღებულობენ ჩვენს ფესტივალში მონაწილეობას ყოველ წელს და თან ემატება ხოლმე სხვადასხვა კიდევ ქვეყნები და მათაც წარმოდგენილი აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა. არის მრავალფეროვანი, არის დოკუმენტური, ანიმაციური პროგრამა, მხატვრული ფილმები თავისთავად. და მაყურებელს ექნება საშუალება, რომ ჩვენს კინოდარბაზში ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს, ასე ვთქვათ, საავტორო კინოს შედევრები იხილოს ჩვენს კინოდარბაზში. მინდა გითხრათ, რომ მაყურებელს მინდა უпростоრად უთხრა, რომ როგორც ჩვენი ყველა ღონისძიება, ეს ღონისძიებაც არის თავისუფალი დასწრებით და ნებისმიერ სურვილს შეუძლია მობრძანდეს და ყოველგვარი ბილეთის გარეშე დაესწროს ჩვენს ჩვენებებს. საინტერესოა ეს ფილმები როგორ შეირჩა, ალბათ რამდენად ეხმაურებოდა ხომ ფესტივალის მთავარ თემატიკას ამის მიხედვით. კი, ჩვენ ყოველთვის როცა ვაცხადებთ ფესტივალის ახალ სეზონს და ვდებთ ხოლმე სააპლიკაციო ფორმას და ასე შემდეგ, მაშინ ცხადდება ზუსტად ეს, რომ წლევანდელი ფესტივალის თემა იქნება ეს და ეს. და რა თქმა უნდა, ეს არქივები, მუზეუმები, კინოარქივები ყველა არჩევს ხოლმე. ეხლა ფესტივალი ხო წარმოგიდგენიათ ისეთი მოვლენაა, რომ ყველას უნდა რომ თავისი კოლექციის საუკეთესო ნიმუში წარმოადგინოს და ზუსტად ამ კრიტერიუმებით და ამ პარამეტრებით ხდება ხოლმე ფილმების გამოგზავნა ჩვენთან და ეს ყველაფერი ხა რა თქმა უნდა ყველა ფილმი არ მაქვს ნანახი, მაგრამ რაც მაქვს ნანახი არის უაღრესად საინტერესო, უაღრესად მრავალფეროვანი და მინდა გითხრათ, რომ ორი ქართული, ესე იგი ჩვენი და კინოცენტრის ფილმი და 10 ევროპული ქვეყნის ფილმი იქნება წარმოდგენილი, ესენია პორტუგალია, გერმანია, ბელგია და ასე შემდეგ. თქვენ სულ ცდილობთ ხოლმე, რომ ფილმების ჩვენება იყოს ყველასათვის მოსახერხებელ დროს, ძირითადად საღამოს საათებში და მე რამდენადაც ვნახე წელსაც ასეა, ხომ? რომელ საათზე იქნება ჩვენება? გახსნა იქნება 7 საათზე საღამოს და დახურვაც დაახლოებით 6-ის მერე, მაგრამ რადგან ფილმები დიდია, შესაბამისად უკვე ბადე ისე შედგა, რომ 14 საათიდან იქნება 3 დღე ჩვენება ამ ფილმების, იმიტომ რომ უბრალოდ საღამოს რო დაგვენიშნა ძალიან გვიან დასრულდებოდა და ეს ფიქრობ ეს უფრო მოუხერხებელია მაყურებლისთვის, თქვა 12 პირველ საათამდე ვთქვათ კინოში ჯდომა, ასე ვთქვათ და იქნება 3 დღე 14 საათიდან. ეს პროგრამა არის ვებ რესურსებზეც დადებული და ნებისმიერ სურვილს შეუძლია ძალიან მარტივად მიიღოს ამ ფესტივალზე ინფორმაცია. 2022 წელს დაფუძნდა ხომ ეს ფესტივალი და ბოლოს რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რა იყო მიზანი? რა არის ამ პროექტის მიზანი უფრო სწორად?
როცა ვფიქრობდით ასეთი ტიპის ღონისძიებაზე, მთავარი მიზანი არის ის, რომ თქვათ ეს კინოარქივები არ არიან ძალიან გათამამებული, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის ღონისძიებებით. არის ხოლმე რაღაც რიგი კონფერენციები, მაგრამ ასეთი ვთქვათ ფესტივალები ნაკლებად არის სხვადასხვა ფესტივალი, ვთქვათ მუნჯი კინოს ფესტივალი და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ გქონდა ამის ყველანაირი რესურსი, ინფრასტრუქტურა მათ შორის და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთანაც გაგვეკეთებინა ასეთი ტიპის ფესტივალი. ჩვენი ორგანიზაციები აქ შევხვედრილი ყავით, გაგვეზიარებინა ჩვენი კოლექციები, სამუშაო პრინციპები და ასევე მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება არა მარტო თქვათ ქართული კინომემკვიდრეობა ენახათ, არამედ მსოფლიო კინომემკვიდრეობა ქონოდათ საშუალება ამ ერთი კვირის 4 დღის მანძილზე ენახათ ეს ფილმები. ეს იყო ზუსტად ეს მიზანი ამ ფესტივალის დაარსებისა, რომ ერთი კიდევ მეტი ასე ვთქვათ აქტიობა ყოფილიყო არქივისტებს შორის. დიდი მადლობა, დარწმუნებულება, როგორც ყოველთვის ძალიან ადამიანი დაესწრება ფილმებს და ტრადიციულად ეს ფესტივალი დიდი წარმატებით ჩაივლის. მადლობა. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ როგორც ბატონმა გიორგი აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 24 ოქტომბერს დასრულდება, საღამოს 18 საათსა და 15 წუთზე და აქვე ვიტყვი, რომ ფილმები ორიგინალ ენაზე იქნება ნაჩვენები სუბტიტრებით და რა თქმა უნდა, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჩვენიერი ინფორმაცია მოგვაწოდა ნინომ, დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ჟურნალისტი ნინო გელაშვილი გვერდებოდა საქართველოს ეროვნული არქივით.